გამარჯობათ. ეს ვიდეო გაკვეთილი არის ინსტრუქცია თუ როგორ უნდა დავწეროთ კვიზი. ტექნიკურ საგანში, მაგალითად ფიზიკაში, ხო? აი შემაჯამებები დავუშვათ. ვიდეოს ნახვის შემდეგ ვფიქრობ თქვენ ადვილად შეძლებთ კვიზის შევსებას და მის გადაგზავნას მასწავლებელთან. ხო, აი აქ მე სასწრაფო ტესტი მაქვს შექმნილი, აი ესეთივე, დავალების ველში, მოსწავლის ველში. დიახ, და აი დავუშვათ გახსნით ამ ტესტს, ხო? ჩვეულებრივად. ცოტა დაალოდება ლოდინი შეიძლება მოგიწიოთ, დიახ, სანამ გაიხსნება და ჩაიტვირთება. აი აქ არის სასწრაფო ტესტი დავარქვი მე ამ ტესტს. ვინაიდან აქ ჩვენ ამას ხომ დიახ ჩავიწერთ და აი ესე იგი ეს არის სასწრაფო ტესტი მოსწავლის პოზიციიდან. აი აქ უნდა ჩაწეროთ პასუხი. ახლა კვიზი შეიძლება იყოს შესარჩევი პასუხებით, მაშინ ძალიან ადვილი შესავსებია უბრალოდ შეარჩევთ პასუხს და მოჩვენეთ არაფერი მითხრა. აქ კიდე ტექსტი უნდა ჩაიწეროთ. ტექსტი იწერება ჩვეულებრივად კლავიატურიდან. კლავიატურაზე შეგიძლიათ ცვალოთ ენა, ინგლისურიდან გადახვიდეთ ქართულში და ყველაფერი ადვილად ჩაწეროთ. აქ არის ახლა დავალება ესეთი, აი განსაზღვრეთ თითოეული სხეულის საწყისი კოორდინატი, სიჩქარის გეგმილი დაწერეთ სხეულების მოძრაობის განტოლებები. ორი სხეულის გრაფიკია მოცემული კოორდინატის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. მოდით დავიწყოთ აქედან სხეულის საწყისი კოორდინატი რა არის? პირველი სხეულისთვის, პირველი გრაფიკი, როგორც ხედავთ, აი ეს გახლავთ, აქ საწყისი კოორდინატი, როდესაც t დრო არის 0-ის ტოლი არის, აქ მასშტაბიდან გამომდინარე 0-დან 40-მდე არის და შუაში გადის, ხო ეს კვეთს კოორდინატ საკოორდინატო ღერძს, ამიტომ საწყისი კოორდინატი x0, ხო? აი მოდით აი shift-ით ავკრიფავ მე x, დიდი x-ი და ნულოვანი, ხო, ჩვეულებრივი 0-ს დაუწერ გვერდით, ხო? იმიტომ აი ესეთნაირად იწერება, სხვანაირად ვერა. x ნულოვანი ამ პირველი სხეულისთვის რო არის 0-1, ესე დავარქვათ ამას, უდრის ასე იგი 20 მეტრი. 20 მეტრი. 20 მეტრი. ემით. იყოს ლათინური მეტრი, შეგიძლიათ გადახვიდეთ ქართულად დაუწეროთ ეგ-ემი, მაგრამ შეგიძლიათ დატოვოთ ლათინური, არ არის პრობლემა. მძიმე დავცვათ და x02 ახლა მეორე სხეულისთვის x ნულოვანი 2 ტოლია უდრის ეს მეორე სხეულისთვის საწყისი კოორდინატი, როგორც ხედავთ, არის -20 მეტრი, დიახ, -20 მეტრია, აი აქედან გრაფიკიდან ესე ჩანს, -20 მეტრი. დიახ, აი ეს პირველი დავალება უკვე შესრულდა აქედან. ეხლა უნდა გაიგოთ სიჩქარის გეგმილი პირველი სხეულისთვის და მეორე სხეულისთვის. აქ წერტილმძიმეს დავსვავ და სიჩქარე აღინიშნება ასე v-ი, v და რახან გეგმილზე აქ ლაპარაკი პატარა x-ი მივწეროთ გვერდზე, vx-ი 1 ასევე, ხო, პირველი სხეულის სიჩქარის გეგმილი იქნება. რამდენია სიჩქარე უნდა დათვალოთ პირველი სხეულისთვის. როგორც ხედავთ, სიჩქარე ითვლება კოორდინატის ცვლილება გაყოფილი იმ დროზე, რა დროშიც ეს ცვლილება მოხდა, დავუშვათ აი საწყისი კოორდინატიდან. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი აიღოთ, აქედან მე ავიღებ მაგალითად 20 არის საწყისი კოორდინატი და 10 წამის მერე კოორდინატი გახდა 40, ესე იგი 20 მეტრი გაიარა 10 წამში. შემიძლია პირდაპირ დავწერო ესე 20 მეტრი შეფარდებული 10-თან, აი შეფარდება ესე იწერება 10-თან და ეს არის 2 მეტრი წამი, 2 მეტრი წამი. დიახ, შეფარდებული წამთან. წამის სეკუნდა ესე დავწეროთ, ხო? მეტრი სეკუნდა. თუ ლათინურად წერთ. თუ ქართულად წერთ, მაშინ ახლა მეორეს უკვე ქართულად დავწერ, მოდით ერთეულს ქართულად ავკრიფავ, ხო? ეს წერტილმძიმე დავსვათ და vx2, ხო? shift-ით ვიღებ v-ს, დიდი v რო გამოვიდეს, x-ი ჩვეულებრივად პატარა რო იყოს და მეორე, ხო? ესე იგი მეორე სხეულის სიჩქარის გეგმილი უდრის, ესე იგი მეორე სხეულისთვის საწყის სიჩქარე -20 არის და როგორც ხედავთ 10 წამში ეს გახდა +20. ესე იგი ამან გაიარა რამდენი უფრო ჩქარა მოძრაობს, ხო? დიახ, ორჯერ უფრო ჩქარა მოძრაობს, როგორც ხედავთ, გაიარა -20-დან +20-მდე არის 40 მეტრი გაიარა 10 წამში. ესე იგი აქ გამოგდეს ჩვენ რომ 40 უნდა გავყოთ, შევაფარდოთ 10-ზე და ეს იქნება უდრის 10. ხომ? ეხლა უბრალოდ გადავალ აი ინგლისურ კლავიატურა შევცვლი ქართულით და 10 მეტრი წამში, ხომ? ესე დავუწერთ 10 კი არა 4 ბოდიშით. 40-ზე 10-ზე გავყოთ არის 4 მეტრი შეფარდებული წამთან. 4 მეტრი წამთან. შეგიძლიათ ქართულად დაწეროთ, შეგიძლიათ არაუშვებთ, თუ დაწერთ ინგლისური ასოებით, მაშინ m-ი, ესე იგი m მეტრია, შეფარდებული წამი არის სეკუნდა, ხო? ესეთ გააგრძელებთ ესეთნაირად.
ხომ შემდეგ რა დაგვრჩა აქ უნდა დაწეროთ სხეულის მოძრაობის განტოლებები ხო მოძრაობის განტოლება ეს არის ისე უნდა დაუბრუნდეთ ჩვენ ინგლისურ კლავიატურას რათა x უნდა ავიღოთ ხო x ისი ტოლია ზოგადი ფორმულა შემიძლია დავწერო რა თქმა უნდა x უდრის x0 x ნულოვანი პლუს vt ხომ vx გავამბობთ t-ზე ამოთ ტეზე vxt ხო ესეთი რაღაცა არის სიჩქარის გეგმილის დროზე ნამრავი ხო ეხლა ეს არის ზოგადი ფორმულა ეხლა კონკრეტული ფორმულა დავწეროთ მაგალითად x პირველი რისი ტოლია x1 პირველი სხეულისთვის მოძრაობის განტოლება ხო პლუს არ მინდა უდრის პირველი x1 უდრის ხო x1 უდრის პირველი სხეულისთვის საწყისი коорდინატი x0 არის 20 მეტრი როგორც ხედავთ 20 მეტრი ესე იგი 20 უნდა და სიჩქარის გეგმილი რამდენია? სიჩქარის გეგმილი vx1 არის 2 მეტრი წამი, ესე იგი ამას დაემატება 2t. და всё, აი ეს არის განტოლება პირველი სხეულისთვის. შემდეგ ამის მერე x2-ს ვიღებთ. x მეორე, ესე იგი x კლავ shift-ით ავიღე x-ი 2, ეს ახან ინდექსია და უდრის, პლუს არა, უდრის, დიახ. საწყისი სიჩქარე აქ ჩვენ გვაქვს -20 მეტრი წამი, -20 მეტრი უბრალოდ და მეტრი დიახ და პლუს სიჩქარის გეგმილი მეორე სხეულისთვის vx2 არის 4 მეტრი წამია ხო მოდის 10 გაყოფილი უდრის აი აქ უნდა გამოჩა ხო უდრის 4 მეტრი წამი არის 4 მეტრი წამი დიახ ესე და ესე აქ უნდა დაწეროთ 4t 4t დიახ 4t ეს დიდი ასოთი არ გვინდა ეს და ჩვეულებრივად ხო 4t სადაც სხვაგან გადაიტანეს 4t უდრის პლუს ესე იგი 4t თუ რაღაც ესე იგი აი რამე ისეთი გააკეთა ამ კლავიატურამ ამით ჩვენ ამან უნდა შეგვაშინოს და რაღაც მე რა ხდა გადახტა აქ ხო დავბრუნდები უკან მე გადავხედავ დავასრულე ხო ამით მეტი აღარაფერს აღარ მეკითხებიან აქ უბრალოდ დავუსვავ კლავ წერტილ მძიმეს მოჩო პასუხი ამით ამოიწურა ყველა კითხვას გავეცი პასუხი საწყისი კოორდინატები ორივესთვის მაქვს სიჩქარის გეგმილები ორივესთვის მაქვს და მოძრაობის განტოლებები ორივესთვის დავწერე x1 x2 დიახ ხომ x1 და x2 მოჩა ზოგადი ფორმულაც მიწერია ზოგადი ფორმულას მე არავინ არ მთხოვდა შემიძლია დავწერო შემიძლია არა ხო შემიძლია მე დაწერე შემდეგ უბრალოდ ამოვშალო აი დავადი ბეკაპს გავუკეთებ და უბრალოდ ამოვარდება ეს არ გვინდა არ არის სავალდებულო ამის დაწერა შეგიძლიათ ფურცელზე დაწერო და მე იმის მიხედვით ხელმძღვანელობ და ნუ დავალება ამით შესრულებულია პირველი ხო ახლა გადავიდეთ აქ არის და მეორე დავალებაზე ყო სიჩქარის გრაფიკებია მოცემული და აქ არის განსაზღვრეთ თითოეული სხეულის საწყის სიჩქარე, აჩქარების გეგმა და დაწერეთ სხეულის სიჩქარის დროზე გამოკლეს განტოლებები. ეს იგივენაირი ამოცანა არის და ჩვეულებრივად დავწეროთ თითოეული სხეულის საწყის სიჩქარე. Shift-ით ავიღეთ v-ს, v ნულოვანი 1, ეს რახან პირველი სხეულის საწყის სიჩქარე უდრის. დიახ, ესე იგი პირველი სხეულისთვის ეს არის 1 მეტრი წამი. ხო, აი როგორც აქედან ხედავთ, 1 მეტრი წამია, დიახ. 1 მეტრი წამი 1 როგორც გითხარით შეგიძლიათ გადახვიდეთ თქვა შეცვალოთ კლავიატურა ქართული და ეს დაწეროთ მეტრი შეფარდებული წამთან მაგრამ თუ ეგეც არ არის სავალდებულო შეგიძლიათ ინგლისური ლათინური იმითი დაწეროთ მეტრი შეფარდებული მეტრი სეკუნდა ხო მეტრი წამთან ხო და ასე მეტი არაფერი თქვა აქ წერტილმძიმე დავსვათ v02 რისი ტოლია ხო მაგრამ ქართული კლავიატურით ვერ გავაგრძელებ და კვლავ ინგლისურს უნდა დავუბრუნდეთ იმედან v02 აქ ტოლი იქნება უკვე მეორე სხეულისთვის საწყის სიჩქარე არის 4 მეტრი წამი მეტრი აი ახლა ინგლისურად დავწერ უბრალოდ რადგან კლავიატურის ცვლილება არ არის სავალდებულო ხო ასე მეტრი სეკუნდა ხო მეტრი წამია იგივე ესა რა ხომ აქ დავსვათ კვლავ წერტილმძიმეს v02 და შემდეგ მინდა აჩქარების გეგმილები თითოეულ შემთხვევაში ხო ნუ აჩქარება A1 აღინიშნება და A1 დავუშვათ ხო A1 x ხო ესეთი რაღაცა ნუ აქ პატარა ერთიანს ვერ წერთ მაგრამ დავუწეროთ ეს A1 x დავუშვათ ეს პატარა x ტოლია ამას მივხვდებით ჩვენ რომ ეს აჩქარება არის ხო არა სავალდებულო A1 დიდი A1 დავუწეროთ იმიტომ დიდი A1 მუშაობა აღინიშნება ხოლმე და არა აქცელერაცია ხო და არა აჩქარება ხო A1 x აჩქა პირველი სხეულის აჩქარების გეგმი. პირველი სხეულის აჩქარება რა იქნება? შეიძლება 1 მეწამია სიჩქარე და 2 წამში გახდა 2 მეწამი. ანუ 1 შეიცვალა, ხო? ცვლილება არის 1. აი დავწეროთ საბოლოო არის 2 და საწყისი არის 1, ხო? აი ესე დავწერე ხოლმე
საბოლოო არის 2, საწყისი არის 1, 2-1, აი ეს მოდი ფრჩხილებში ჩავსვათ, რომ ასე ვთქვათ, აი რატო ჩავსვათ ფრჩხილებში, იმიტომ რომ 2-1 უნდა გავყოთ, ხო? აი ეს უნდა გავყოთ, ხო? 2-1, ეს სხვაობა უნდა გავყომე იმ დროზე, რა დროშიც მოხდა ეს ცვლილება. ანუ 2 წამში მოხდა ეს ცვლილება, უნდა გავყო 2-ზე. და ეს ტოლი იქნება პირდაპირ გამოდის 1-2-დი, არა 2-1 ხო 1-ია და ეს არის 1-2-დი, 1 შეფარდებული 2-თან. შეგიძლიათ ესე დაწეროთ, დატოვოთ, ამდა შეგიძლიათ დაწეროთ უბრალოდ 10 წელად და ჩაწეროთ 0.5 და 5/1000. ეს უფრო ალბათ ლამაზი იქნება, ხო? კარგით, მე ახლა ვნახოთ A2, ხო? უკვე ასევე მეორე x, რახან მეორე სხეულის აჩქარების გეგმილი x ღერძზე ტოლია. დიახ, რისი ტოლი იქნება მეორესთვის გამოთვალოთ, შეხედეთ 4 მეწამი იყო სიჩქარე და 0 გახდა 4 წამში. ანუ 1 მეწამ კვადრატი არის აჩქარე, მომოდ მინუს ნიშნით იქნება, ხო? აქ ნახეთ რა უნდა ქნა, 0-ს უნდა გამოვაკლოთ 4, ხო? აი საბოლოო სიჩქარე 0-ია, 0-ს უნდა გამოვაკლოთ 4. მოდი ჩავსვათ ეს ფრჩხილებში, ხო, ესეთნაირად. და შეფარდებული შევაფარდოთ 4-თან და რისი ტოლი გამოვიდა ეს უდრის -4 რომ 4-ზე გავყოთ, ესე იგი -4 შეფარდებული 4-თან, ეს ტოლი არის -1 მეტრი შეფარდებული წამთან, წამის კვადრატთან, მეტრი წამის კვადრატთან, აქსელერაცია 2, ესე იგი ხო, მეტრი წამის კვადრატი, ნუ სეკუნდა, აი კვადრატი თუ გვინდა, აი ესეთი, აი x-იანი რო არის კომპიუტერის კლავიატურაზე, shift-ით რო ავიღოთ მის ზემოთ, აი ესეთი ნიშანი არის და s კვადრატში, ხო? წამი კვადრატში, მეტრი წამ კვადრატი. აი ეს უკვე ნიშნავს წამი კვადრატი, სეკუნდა კვადრატში. ხო, აქაც შეგვიძლია ეს დავწეროთ, ხო? აქ 0.5 არ მივიღეთ აჩქარება. ხო, რო არ გამოგჩეს ეს დავუშვათ ერთეული, სეკუნდა, ავიღოთ წამის კვადრატი, ხო? წამი კვადრატში, ხო? შეიძლება ეს წამი აიღოთ როგორც ქართული კლავიატურით, თუ არ გეზარებათ, რომ გადახვიდეთ იმ კლავიატურაზე. თუ არა და არც ეგ არ არის პრობლემა, ლათინურად უბრალოდ წამის სეკუნდა არის, რომ დაიმახსოვროთ, ხა? ესე იგი 0.5 აი მეტრი შეფარდებული, აქ უნდა იყოს წინ მეტრი, ხო? მეტრი შეფარდებული წამის კვადრატთან, მეტრი წამის კვადრატთან, მეტრი წამის კვადრატთან, ხო? ესე იგი, ხედავ, აი თუ შეგეშალათ რაღაცა, იქ მე გადახედავთ, ხო, პასუხს საბოლოოდ სანამ ამას submit-ს გავუკეთებთ და მიაბავთ. და თუ რამე კლავიატურის აკრეფის დროს შეცდომა დაუშვით და უზუსტობა დაუშვით, იმას შეასწორებს ძალიან მარტივად. შეგიძლიათ წაშალო რაღაც, თავიდან დაწერო, ხო და რაღაცა ესეთი, ხო? ჩასვა, ხო? კარგით, ესე იგი აქ ჩვენ გვაქვს ყველაფერი A1x არის, ესე იგი 0.5 მეტრი წამ კვადრატი, A2x არის -1 მეწამ კვადრატი და რა დაგვჭირდა ახლა სიჩქარის დროზე დამოკიდებულების განტოლებები, ხო? კი ბატონო, დავსვათ აქ ესე წერტილ მძიმე და დავიწყოთ ესე იგი, რომ ესე იგი v ტოლია vx, ხო? v ესე იგი მოდი shift-ით ავიღოთ ეს v დიდი რო გამოვიდეს, სიჩქარის v გეგმილის vx1, ხო? დროზე დამოკიდებულების განტოლება. ზოგადი სახით მე აქ არ დავწერ, ეს არის vx-ი ტოლი არის v0 + at, ხო? ვიცით ეს ზოგადი განტოლება. უბრალოდ v0-ოვანი ჩვენ შემთხვევაში პირველ შენ v0 1 არის 1, ხო? პირდაპირ დავწერ რიცხვს, ხო? 1. მერე აჩქარება, პირველი აჩქარება არის 0.5, ანუ ამას დავუწეროთ პლუსი 0.5 და 5/10, 0.5 ხო, v0 + at, ხო? 0.5 t, აი ესეთნაირად. ხო, აი ესეთნაირად. ეს არის პირველი სხეულის სიჩქარის დროზე დამოკიდებულების განტოლება. პირველი სხეულისთვის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების განტოლება. ხო, ამას ნუ წერტილმძიმე დავუსვათ, ცოტა მანძილს გამოვტოვებთ და დავწერთ ახლა მეორე სხეულისთვის, ხო? ესე იგი vx2 უდრის, ესე იგი საწყისი სიჩქარე მეორე შემთხვევაში არის 4 მეტრი წამში, ანუ 4, უკვე აჩქარების გეგმილი შეხედეთ -1-ია. ამიტომ აქ მინუსი შემელია, -1 შემელია არ დავწერო, -1 აი შეიძლება არ დავწერო და მის მასალად დავწეროთ უბრალოდ t. t-ს წინ კოეფიციენტი 1 გულისხმება. არა, სავალდებულო არ დავწერო 1t, არამედ საკმარისია დავწერო t, რა, -1t დავწერო, ეს არა სავალდებულო. -t. ესე იგი vx2 ტოლი 4 - t. მორჩა, ახლა გადავხედავ კიდევ ერთხელ, ხომ არის თუ არა რაიმე შეცდომა ან უზუსტობა ამაში. როგორც ხედავთ, აქ არაფერი ისეთი არ აქვს, ყველაფერი თავის ადგილზეა, ყველაფერი წესრიგშია. შეგიძლიათ იმ პირველსაც გადახედოთ, ხომ? აქაც ყველაფერი წესრიგშია. ამაზე მეტი არაფრის გაგრძელება, არავით არის სიტყვების ჩაწერა, აქ რაღაც ესეთი არ არის საჭირო. ეს სრულად და სავსებით საკმარისია.
და ამის შემდეგ უკვე დააჭერთ submit და ამით უკვე გააგზავნით მასწავლებელთან აი ამ დავალებას. და შემდეგ უკვე როდესაც ის შეასწორებს, ხომ, აქ გექნებათ უკვე view results, ხომ, ნახავთ თქვენ შედეგებს. ხომ. მადლობა ყურადღებისთვის. კარგად გზანდებოდეთ და წარმატებებს გისურვებთ.